გარყვნილების მსოფლიო პროპაგანდას დიდი ძალა გამოაკლდა. X-ის, ყოფილი Twitter-ის და Meta-ს, ყოფილი Facebook-ის შემდეგ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისაგან დისტანცირება როგორც იქნა Google-მაც გადაწყვიტა. საძიებო სისტემების მსოფლიო გიგანტი ბოლო დრომდე ერთ-ერთი მთავარი გზამკვლევი იყო LGBT საზოგადოებისთვის. Google აწვდიდა მთელ მსოფლიოს ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერი აქტივობის შესახებ, რომელსაც ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები ახორციელებდნენ. Google იყო უმნიშვნელოვანესი პროპაგანდისტული იარაღი ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელში. Google-ის კალენდარში ბოლო დრომდე იძებნებოდა დაწვრილებითი ინფორმაცია, ისეთი ღირსშესანიშნავი თარიღების შესახებ, როგორიცაა მაგალითად LGBT თემის სიამაყის თვე. გახსოვთ ალბათ, ესაა ზაფხულის პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე გეი პრაიდები. Google-ის გარეშე ამ ცისარტყელას დროშის ფერებში აჭრელებული უამრავი ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარე შიზოფრენიაში გარკვევა ყოვლად შეუძლებელი იყო. რომელ ქალაქში რა მასშტაბის პრაიდია დაგეგმილი, სად იწყება მსვლელობა, რომელ ქუჩაზე გაივლიან და რით დასრულდება გარყვნილების ეს ზეიმი. შეიტყობდით მხოლოდ Google-ში. რომელი ქალაქი რომელ ქალაქს გადასცემს გარყვნილების პროპაგანდის ესტაფეტას. სად რა სანახაობებია დაგეგმილი, სად მონაწილეობენ მცირეწლოვანი ბავშვები და ასე შემდეგ ინფორმაციები. ასევე სად შეგიძლიათ გაიკეთოთ ტრანსოპერაცია, სქესის მომწიფების ბლოკირება, სხეულის ნაწილების მოკვეთა და ასე შემდეგ. ყველაფერზე სწორედ Google-ში იძებნებოდა. ასევე ქალთა ისტორიის თვე და მასთან დაკავშირებული ფემინისტური შიზოფრენიაც Google-ის კალენდარში იგუგლებოდა. მოკლედ, ზღვა ინფორმაცია ყველანაირ გარყვნილებაზე, არანორმალურობაზე და ძალადობაზე. ყველაფერზე, რასაც კი ფსევდოლიბერალური იდეოლოგია აერთიანებს და ყველაფერი, რასაც ამერიკული ოლიგარქიული ოჯახები ლობირებენ. და აი ეს თუ შეიძლება ითქვას სიბინძურის მთელი ოკეანე, Google-ის კალენდრიდან წინა კვირას უბრალოდ გაქრა. კომპანიის ხელმძღვანელობამ ასე ერთი ხელის მოსმით შეიცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ საერთოდ არ იყო სწორი ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი თარიღების და ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საერთოდ მათი ხსენებაც კი შეცდომა იყო. გარდა ამისა, Google-მა ისევე როგორც არაერთმა ცნობილმა კომპანიამ, მსოფლიო ბრენდებმა გააუქმეს ის განყოფილება, რომელიც კომპანიაში ინკლუზიურობაზე, ტოლერანტულობაზე და LGBT ადამიანების დასაქმებაზე იყო პასუხისმგებელი. ანუ სოციალური ქსელის მსოფლიო გიგანტმა ზუსტად და დროულად გაიაზრა, საიდან უბერავს კონსერვატიზმის ნიავი და სანამ ეს ნიავი მისთვის ქარიჩხლად გადაიქცეოდა, საკუთარი ნებით გაემიჯნა ყველანაირი გარყვნილების პროპაგანდას. ბუნებრივია, Google-ის ასეთი ტრანსფორმაცია არ მოეწონებოდა სხვადასხვა LGBT ორგანიზაციებს, ტრანსგენდერულ ფონდებს, ლიბერალურ პოლიტიკურ პარტიებს. მათ პირდაპირ დაადანაშაულებს Google პრეზიდენტ ტრამპისათვის უკანალზე კოცნაში. აქაოდაა მომძლავრებული მემარჯვენე პოლიტიკის ზეწოლას ვერ გაუძლეს და მთელი ფერადი საზოგადოება ერთ წამში წაფშალესო. მოკლედ გამწარებულმა დემოკრატებმა კომპანია სექსუალური უმცირესობების მოღალატედ და ფაშისტად გამოაცხადეს. თუმცა ეჭვი მაქვს ეს ლიბერასტები ერთი წამითაც არ დაფიქრებულან, როგორი არამყარი და ცარიელია მთელი მათი ფსევდოლიბერალიზმი, რომ მისგან გათავისუფლება, მისი მოშორება და თუ გნებავთ, როგორც Google-ში ერთ წამში წაშლა, ასე მართლა ერთ წამში და ერთი ხელის მოსმითაა შესაძლებელი. განსხვავებით ტრადიციული საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ოჯახური ტრადიციებისგან, რომელსაც მილიარდობით დაფინანსებულმა გარყვნილების პროპაგანდამ პრაქტიკულად ვერაფერი დააკლო. ყოველწლიურად ივნისში LGBT ლობისტები, მათი მყარებლები და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მიმდევრები LGBT სიამაყის თვეს აღნიშნავენ. ყველაფერი შორეულ 1969 წლის 28 ივნისს, ეგრეთ წოდებული Stonewall-ის აჯანყებით დაიწყო. ამბოხი გრინვიჩ ვილიჯთან ახლოს მდებარე გეი კლუბში, Stonewall-ში პოლიციის გამოჩენას მოჰყვა. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელთა მისამართით ტრანსგენდერმა აქტივისტმა, მარშა ჯონსონმა საგნების სროლა დაიწყო, რამაც არეულობა გამოიწვია. დემონსტრაციების სერია პოლიციის წინააღმდეგ 6 დღე გაგრძელდა. LGBT ჯგუფებმა მომხდარით რა თქმა უნდა სათავისოდ ისარგებლეს და დაიწყო ყოველწლიური შეკრებები იმ მიზეზით, რომ თითქოს პატივი მიეგოთ 1969 წელს მომხდარი შემთხვევისთვის. ნიუ-იორკში პირველი პრაიდ მარში 1970 წლის 28 ივნისს გაიმართა, Stonewall-ის ამბოხებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ. თავდაპირველად აშშ-ში გეი პრაიდის დღედ ივნისის ბოლო კვირა აღინიშნებოდა, თუმცა ამ დღის თარიღი არც კონკრეტული და არც მუდმივი არ იყო.
მალევე პრაიდის დღე აშშ-ის დიდ ქალაქებში ერთ თვიან ღონისძიებათა სერიად გადააქციეს. ეგრეთ წოდებულმა Stonewall-ის ამბოხმა დასაბამი მისცა LGBT თემის აქტიური პროპაგანდის დასაწყისს. დღეს LGBT სიამაყის თვესთან დაკავშირებული ღონისძიებები მოიცავს მსვლელობებს, პიკნიკებს, წვეულებებს, სემინარებს, სიმპოზიუმებს, კონცერტებს და აღინიშნება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ყველაფერი კი შენიღბულია როგორც გასართობი, შემეცნებითი და ფერადი ღონისძიებათა ციკლი და არა როგორც პროპაგანდა, რომელმაც საზოგადოება უნდა შეაჩვიოს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ნორმალიზებას. LGBT ლობისტებმა ბევრი იმუშავეს და უკუღმართების სიამაყის თვე მოდურ ტრენდად აქციეს. ლობის გვერდში ედგა მთავრობაც, მაგალითად Stonewall-ი ისტორიულ ადგილად გამოცხადდა, რომელსაც 2016 წელს მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული ძეგლის სტატუსიც მიანიჭა. ამ ტენდენციის შემხედვარე ღონისძიებებს შეუერთდნენ სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიები და კორპორაციები, დაიწყეს მათი დაფინანსება, მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მაშინდელ ტრენდს ახვა და LGBT უკუღმართობის გულმხურვალე მქადაგებლად იქცა, საძიებო სისტემის მსოფლიო გიგანტი Google-ია. მათ სისტემაში იძებნებოდა ყველანაირი ინფორმაცია LGBT სიამაყის თვესთან დაკავშირებით. მაგალითად, სად იწყებოდა LGBT მსვლელობა, რომელ ქუჩებს მოიცავდა, რა სახის ღონისძიებები იყო დაგეგმილი და სად გაიმართებოდა. მოკლედ, LGBT პირების მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად Google ძალღონეს არ იშურებდა. მაგრამ დადგა 2025 წელი და LGBT ლობისტების ბედის ბორბალს უკუღმატრიალი ამერიკის ძველით ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწყებინა. ტრამპი მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა პროგრამის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა. მან გამოსცა არაერთი აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული. შედეგად, ახლა ყველა მსხვილი ბიზნესიც ცდილობს მის დღის წესრიგს მოერგოს. გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდიმ ცოტა ხნის წინ გამოსცა მემორანდუმი, რომელშიც იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა გამოიძიოს კომპანიები, რომლებსაც DEI ინიციატივები აქვთ, რათა დასრულდეს უკანონო დისკრიმინაცია და პრივილეგიები. მისივე თქმით, საგანმანათლებლო, კულტურული ან ისტორიული ღონისძიებები, როგორიცაა შავკანიანთა ისტორიის თვე, ან სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებიც მრავალფეროვნებას აღიარებენ, ისტორიულ მიღწევებს აღნიშნავენ და ცნობიერებას ამაღლებენ, დაშვებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცავს დისკრიმინაციას. ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური კურსის შემხედვარე Google-მაც გადაწყვიტა გამოსწორება და LGBT თემის სიამაყის თვე თავისი კალენდრიდან ამოიღო. ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გაამკაცრა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა. Google კალენდარის აპლიკაციამ ასევე შეწყვიტა სხვადასხვა კულტურული მოვლენების, როგორიცაა შავკანიანთა ისტორიის თვე, ქალთა ისტორიის თვე, ესპანურ ენოვანთა მემკვიდრეობის თვე, ადგილობრივი ხალხების თვე და ასე შემდეგ, დღესასწაულების აღნიშვნა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ მოვლენების მათ კალენდარში დამატება მიზანშეწონილი აღარ იყო. Google-ის წარმომადგენლებმა ასევე დაადასტურეს, რომ მათ კალენდარში აწი მხოლოდ აშშ-ის ოფიციალური დღესასწაულები და ეროვნული მემორიალური თარიღები გამოჩნდება. მომხმარებლების ნაწილი Google-ს ადანაშაულებს იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება მემარჯვენე ძალების ზეწოლის შედეგი იყო, რაც მრავალფეროვნების წინააღმდეგ არის მიმართული. განაწყენებულმა უკუღმართებმა Google დონალდ ტრამპის მაამებლობაშიც დაადანაშაულეს და მათ გადაწყვეტილებას ფაშიზმისკენ სვლის მაგალითი უწოდეს. ისინი ცდილობენ გააქნონ ყველა, ვინც ჰეტეროსექსუალი, თეთრკანიანი არ არის. კრიტიკის საპასუხოდ Google-ში განმარტეს, რომ მათ მიერ კალენდრიდან ამოღებული დღესასწაულები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არც აღინიშნება და არც მხარდაჭერილია. ამიტომ მომხმარებლებს შესთავაზეს, მათთვის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები კალენდარში ხელით, თავად დაამატონ, თუმცა ის მხოლოდ მათ აპლიკაციაში გამოჩნდება და არა გლობალურად. რამდენიმე წლის წინ Google კალენდარის გუნდმა დაიწყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უფრო ფართო კულტურული მოვლენების ხელით დამატება. ჩვენ მივიღეთ უკავშირი, რომ სხვადასხვა მოვლენები და ქვეყნების სიიდან გამორჩენილი იყო და ასობით მოვლენის გლობალურად მართვა არც მასშტაბური და არც მდგრადი არ იყო. შედეგად Google-მა დაიწყო მხოლოდ ოფიციალური დღესასწაულებისა და ეროვნული მოვლენების ჩვენება, რომლებიც team&date.com-დან მიიღება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახლახან განაცხადა, რომ იგი უკან წაიღებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ინიციატივებისადმი წინავალდებულებებს დასაქმების პოლიტიკაში.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ფედერალურ სააგენტოებში DEI-ის შეზღუდვის განკარგულება გამოსცა. Google-მა ასევე ახლახან ამოიღო მითითებები DEI ვალდებულებებზე მისი ყოველწლიური ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის ანგარიშიდან. ამ შემთხვევაში LGBT უკუღმართები არ ტყუიან. ეს მართლაც ტრამპის ეფექტია, რომელმაც მთელი ამერიკა მოიცვა და კომპანიებს ჯანსაღი და ტრადიციული ფასეულობებისკენ სვლა დააწყებინა. გადავხედოთ იმავე Google-ის წარსულს. Google ერთ-ერთი უმსხვილესი დასავლური კომპანიაა, რომელმაც ადრე LGBT პირებს კარი ფართოდ გაუხსნა. 2003 წელს Google-ის LGBT თანამშრომლებმა შექმნეს პირველი ჯგუფი Geiglers, რომლის სახელიც მოგვიანებით Pride at Google გადაკეთდა. 2005 წელს Google-ის თანამშრომლები პირველად გამოვიდნენ სან-ფრანცისკოს LGBT აღლუმზე. მას შემდეგ კი მთელ მსოფლიოში Google-ის LGBT თანამშრომლების მზარდი რაოდენობა მონაწილეობას პრაიდებში ყოველწლიურად იღებდა. 2010 წელს Google-მა ერთნაირ სქესიანთა ქორწინების მხარდასაჭერად გააფართოვა მათი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ასევე დააწესა შეღავათები ერთნაირ სქესიანი პარტნიორებისთვის. მათ ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში კომპანია შვებულებითაც უზრუნველყოფდა. ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს Google-მა ტრანსგენდერებს ინკლუზიური ჯანდაცვის შეღავათები შესთავაზა, რაც სქესის შეცვლის პროცედურებსა და შემდგომ პოსტოპერაციულ მკურნალობას მოიცავდა. რა თქმა უნდა, კომპანიის ხარჯზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ LGBT ადამიანების წარმატებული მცირე ბიზნესის ისტორიები გაგაცნოთ და უზრუნველყოთ მათი მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ მათ გააგრძელონ ზრდა და განვითარება თავიანთი თემის. ოდნავ მოგვიანებით 2012 წელს Google-მა მსოფლიოში ერთნაირ სქესიანი ქორწინების ლეგალიზაციისადმი მიძღვნილი ამბიციური კამპანიაც წამოიწყო. პროექტი, რომელსაც Legalize Love ერქვა, საერთაშორისო სამიტზე ლონდონში გამოცხადდა. კომპანია ოფიციალურად 2012 წლის 7 ივლისს გაიხსნა პოლონეთსა და სინგაპურში. Google-მა მაშინ დააპირა, რომ თანდათანობით გაევრცელებინა ეს ინიციატივა ყველა ქვეყანაში, სადაც კომპანიას წარმომადგენლობა გააჩნია. და განსაკუთრებული ყურადღება მიექცია იმ ქვეყნებისთვის, სადაც მათი აზრით ჰომოფობიური კულტურები ან ჰომოფობიური კანონები არსებობდა. Google-ის წარმომადგენელმა მარკ პალმერ ედჯგობმა განაცხადა: ჩვენ გვსურთ, რომ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც გეები, ლესბოსელები ან ტრანსგენდერები არიან, ისეთივე დადებითი გამოცდილება ჰქონდეთ ოფისის გარეთ, როგორც სამუშაო ადგილზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ამბიციური წამოწყება. გამოხდა ხანი და Google-მა 180 გრადუსით შეცვალა პოზიცია და სულ მიივიწყა წარსულში, როგორ უყვარდა LGBT პირები. Google მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი კომპანიისგან, რომლებმაც ბოლო პერიოდში შეწყვიტეს DEI ინიციატივები. ეს არის პირდაპირი შედეგი ჯანსაღი პოლიტიკის. თუ წინა ადმინისტრაცია კომპანიებს ყველაფერი ანტიტრადიციული სიყვარულისკენ უბიძგებდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. და LGBT პროპაგანდისტების მარწუხებისგან კომპანიები ერთი მეორის მიყოლებით თავისუფლდებიან. როგორც ხედავთ, ტრამპის გალაშქრება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის წინააღმდეგ წარმატებით მიმდინარეობს. გარყვნილების პროპაგანდისტების რიგებიდან ისეთი გიგანტის ამოვარდნა, როგორიცაა Google, ტრამპის ადმინისტრაციის სერიოზული წარმატებაა. ფაქტია, მილიარდელ ბიზნესმენებს მილიარდელი პრეზიდენტის შესანიშნავად ესმით და აშკარად ძალით თავსმოხვეული LGBT ვალდებულებებისაგან სიამოვნებით თავისუფლდებიან. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. კონსერვატიზმის ამერიკული ქარიშხალი დღითიდღე უახლოვდება ევროპას. გერმანიაში მემარჯვენე იდეები ძლიერდება. ბრიტანეთში კი კონსერვატორებმა გაიღვიძეს და გამარჯვების შემთხვევაში ტრამპის რეფორმების ინგლისში გატარების პირობა დადეს. ანუ მხოლოდ ორი სქესის, ქალისა და მამაკაცის დაკანონება ლესბოსელი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. ასე რომ, შემდეგ არჩევნებზე გაირკვევა, არიან თუ არა ბრიტანეთში ჯენტლმენები, კვლავ უმრავლესობაში. დროებით.